შეცდა პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება დაახლოებით 2 კვირის წინ, 10 დღის წინ, 12 დღის წინ, როდესაც მაინც არ დაიწყო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, აიათოლების დამხობის ოპერაცია. ბევრი ჩვენგანი იტყვის, რომ რასაკვირველია შეცდაო, არ იყო ტემპერატურის ესი აწევა აუცილებელიო. თან ეს იმ ტრამპზე ვიტყვით ამას, იმ ადმინისტრაციაზე, რომელმაც 2 იანვარს ჩაატარა საოცარი სპეცოპერაცია ვენესუელაში, როდესაც არ ვიცი რა სიტყვა უნდა ვიხმარო, მოიპარა, გაიტაცა და მე წარიტაცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად კი ირანში, ვენესუელის ლიდერი მადურო. ბევრი სხვათა შორის მსოფლიოში ამბობს იმას, რომ მადუროს დატყვევება, გატაცება არ იყოს საკმარისი, მით უფრო რომ მადუროს ნარჩენებს დაეყრდნო მოცემულ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატები, არ შეუწყო ხელი ოპოზიციის მოსვლას ხელისუფლებაში, არ მოახდინა რეჟიმ ჩეინჯი და ახლა ერთგვარად მაინც თანამშრომლობს არანაკლებ დამნაშავეებთან, არანაკლებ კრიმინალებთან. მეორე მხრივ, ასეა, მაგრამ ასე არ არის, ასე გეტყვით. ჩემი მოსაზრება ყოველ შემთხვევაში ამგვარი. ადრე თუ გვიან ვენესუელა მიგორდება არჩევნებამდე და უკვე იქ ვენესუელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს არსებულ ხელისუფლებას, ვიცე-პრეზიდენტი ვინც იყო თუ არის, მას დაეყრდობა თუ ვენესუელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს თუ აირჩევს მაჩადოს ან სხვა რომელიმე ოპოზიციონერს. სასაკვირველია, ჩვენ ვისურვებთ გსურს, რომ არანაირი მადუროს ნარჩენები, მეტასტაზები არ დარჩნენ ვენესუელის სათავეში, მეცაც გეტყვით, გასამართლდნენ ისინი თუ ვენესუელაში და თუ ვენესუელის მიღმა იგივე შეერთებულ შტატებში. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ აკაო და სუვერენული სახელმწიფო ვარ მეო, ამას ამტკიცებენ რეჟიმები, რომლებიც ყველაფერს ჩადიან თავისივე ქვეყნებში. აკაო და სუვერენული სახელმწიფო ვარ და ყველაფრის გაკეთების უფლება მაქვს, ამას ვინც ამტკიცებს, ის საერთოდ სუვერენობის იდეასაც არ ცნობს და არ ასცემს პატივს. სუვერენულობა არ ნიშნავს იმას, სუვერენიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ შენ ასე არღვიო და არღვიო თუნდაც შენი ხალხის უფლებები. ამ შემთხვევაში, სადაც ძალა ეყოფა, რასაკვირველია, სადაც სურვილი ექნება, რასაკვირველია, სადაც შესაძლებლობა ექნება, რასაკვირველია, სადაც საყრდენი ექნება, რასაკვირველია, დიდი და მძლავრი ქვეყნები შენ საშინაო საქმეებში, ეგრეთ წოდებულ საშინაო საქმეებში ჩაერებიან, იმიტომ რომ ის ეგრეთ წოდებული საშინაო საქმეები აღარ არის მხოლოდ შენ სჩადი ხარ დანაშაულებს. ეხლა ირანს მიუბრუნდები. ჩვენ მართლაც უსაყვედურეთ აი გულში მაინც. პრეზიდენტ ტრამპს რატო ასწიე ტემპერატურა ასე თუ არ აპირებდი ირანზე საჰაერო იერიშების მიტანასო და მართალი საყვედურიც არის ეს. მაგრამ ტრამპმა იმხანა თქვა ამგვარი რამ, რომ მე ვესაუბრე დიპლომატიური და არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ კულისებში მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ირანის საერთაშორისო რეჟიმი არ მოკლავს დატყვევებულებს, პატიმრებს, არ ჩამოახრჯობს, არ გაანადგურებს. და რაღა ეს ნაბიჯი გადადგა ირანის ხელისუფლებამ, ამიტომ ჩვენ მოცემულ ეტაპზე, რაღაცა ყველა სიტყვა მეტნაკლება ზუსტად უნდა თქვა, მოცემულ ეტაპზე ჩვენ ამას არ ჩავიდენთო, ბევრს ესეც არ ესიამოვნა, რასაკვირველია. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასე იოლი, როგორც ეს ვენესუელაში იყო, ასე იოლი არ იქნება და ვერ იქნება ირანის აიათოლების რეჟიმის დამხობა. ჯერ ერთი საყრდენი არავინ არ ახავს, განსხვავებით ვენესუელისაგან განსხვავებით. ირანში ჩანს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მეორე თუ მაინც და მაინც ფეხლევის ჩამოყვანაზეა საუბარი. ხო, ფეხლევი ან შეინარჩუნებს და ძალაუფლებას, ან ვერ შეინარჩუნებს და ქაოსში ახლო აღმოსავლეთის სამსახელმწიფოს გადაგდება, სახმელეთო ოპერაციის დაწყება მერე, ან სულაც არ დაწყება და სულ არ მუდმივი ქაოსი, ხო, ძალიან რთულია, რა ობიექტები უნდა დაეგბომბა საბოლოო ჯამში შეერთებულ შტატებს. ცხადია სამხედრო პოლიტიკური ელიტის 50 ის ობიექტი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, მაგრამ 50 ობიექტზე მას ერთდროული იერიში უნდა მიეტანა, რაც აქედან 23-ზე განსაკუთრებით. ხო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ამავდროულად შეერთებულ შტატებს უარი სულაც არ უთქვამს სამხედრო ჩარევაზე, საჰაერო იერიშების მიტანაზე, ამ 50 ობიექტის და სხვა ობიექტების წინააღმდეგ თუ მიმართულებით და დაიწყო გარშემო ბევრგან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების მობილიზება, გადაწყობა, შეიარაღება, მომარაგება, მნიშვნელოვანი ავიამზიდების კონცენტრირება, რომელებიც ახლა ხვალდაზე 1-2 ჩასულია, მაგრამ ხვალდაზე ყველა ვერ მოიყრის თავს ახლო მდებარე ტერიტორიებზე, წყლებში და ასე შემდეგ და უკვე ამერიკის შეერთებული შტატები უფრო როგორც ჩანს, უფრო სერიოზულად ემზადება იმისათვის, რომ ირანს მნიშვნელოვნად შეუტიოს. ირანის ესე იგი გეტყვით, ამასობაში მხოლოდ ვრცელდება ინფორმაცია, ტაიმ წერს, რომ 8 და 9 იანვარს საოცარი რიცხვია. ამგვარი რიცხვი, ამგვარი 2 დღის განმავლობაში ასეთი მეტი ადამიანი, ამდენი ადამიანი არავის არ მოუკლავს. ტაიმი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 8 და 9 იანვარს ირანის ქუსებში შესაძლოა 30,000-ზე მეტი ადამიანი ყოფილიყო მოკლული. წარმოუდგინეთ, 2 დღის განმავლობაში 30,000. აზუსტებენ მე და ესე იგი ერთ-ერთი წყარო ირყობინება, რომ 36,500-ზე მეტია მოკლული. ეს არის ისტორიაში საპროტესტო აქციების დარბევისას მომხდარი უპრეცედენტო ყველაზე სისხლის მღვრელი 2 დღიანი ხოცვა ჟლეტა. ნიუ-იორკ ტაიმსი ირანელ მაღალ ჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ 9 იანვარს ხამენეიმ გასცა ბრძანება ეროვნული უშიშროების საბჭოს მისამართით, რომ მომიტინგეები ნებისმიერი საჭირო საშუალებით გაენადგურებინათ. უსაფრთხოების ძალები განლაგდნენ ბრძანებით და ბრძანება ამგვარია: ესროლეთ მოსაკლავად და არ გამოიჩინოთ არანაირი დანდობა და მოწყალება. ეხლა მე კითხულობ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღქმით დარჩეს შეერთებულ შტატებად ყველასთვის. ეს ოდენ ძლევა მოსილ სახელმწიფოდ. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გარდაულად ეგზისტენციურად მნიშვნელოვანი არის თუ არა იმ პირობის შესრულება, რომელიც პრინციპში ამ ქვეყანამდე მისმა ლიდერმა დადო. და ეს პირობა არის, რომ ნაკლები ბოროტება უნდა იყოს და ეს ნაკლები ბოროტების მადასტურებელი კი არ არის 30,000 კაცის თუ 36,000 კაცის განადგურება მკვლელობა, არამედ მეტი ბოროტება. და ეხლა კიდევ ერთი უცნაური ამბავი უნდა გითხრათ, უცნაური თეზა უნდა შემოგთავაზოთ. იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები რა გინდა რა მიზეზით, ნებისმიერი მიზეზით გადადებს ან გააუქმებს სამხედრო ოპერაციას ირანის აიათოლების რეჟიმის, ალის რეჟიმის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია ხომ გაქრება განულდება პრაქტიკულად, მაგრამ ამავდროულად გაძლიერდება ირანში აიათოლების რეჟიმი და ამავდროულად ეს რაც ახლა ხდება ირანში, ეს ვეღარ განმეორდება. ზოგი ამბობს 10 წლით, და მე ჩემს მოსაზრებას გეტყვით, რომ ვეღარასოდეს, ან 3 ათეული წელიწადი მაინც. ალი ისე გაძლიერდება, აიათოლების რეჟიმი ისე გაძლიერდება, რომ ის კიდევ უფრო მოუჭერს მარწუხებს ირანის შიგნით, დასცინებს შეერთებულ შტატებს და ზოგადად დასავლეთს, ფეხებიც ვერ მომჭამეო ამგვარ მესიჯს გაუგზავნის თეირანი ვაშინგტონს თუ ზოგადად დასავლეთს და ახლა რასაც მინდა იმას ჩავიდნენ, რომ აქაოდა დამოუკიდებელი ვარ, ეს არის საოცარი და სწორი დებულება. ვინც სუვერენულ ქვეყნად ითვლება, მას არ აქვს ყველაფრის უფლება ქვეყნის შიგნით. ქართულ ოცნებას მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სუვერენული ქვეყანაა, არ აქვს საერთაშორისო სამართლის შემორღვევის უფლება იმ მოტივით, არანაირი მოტივით, მაგრამ იმ მოტივით, რომ მე დამოუკიდებელი ქვეყანა ვარ და ახლა მოდი სიკვდილით დასჯას აღვადგენ. ახლა მოდი მარცხენა ფეხით მარცხენა ფეხზე იხტუნაონ რაღაც მომიტინგეებმა, ტროტუარზე არ გაიარონ. დავაპატიმროთ ყოველი მეორე. ინტერნეტის შევზღუდოთ, მაგალითად, ხო? ტელევიზია შევზღუდოთ. დამოუკიდებელი სახელმწიფო არ კაცო, რას მერჩით? ვინ გეკითხებათ მე შიგნით რაც გავაკეთებ? ამას ამბობს და ამტკიცებს არა იმ მასშტაბის ბოროტება, რა საკვირველია. როგორიც არის, არა, ვერ შევადარებ. ბიზინა ივანიშვილი არ არის ალი ხამინეი.
რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ მასშტაბებში ბიზინა ივანიშვილი არის ჩვენ მასშტაბებში ავტორიტარი. ჩვენ ამ მასშტაბებში ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი, დიქტატურისკენ მიდრეკილი ავტორიტარი პირი. აკაოდა დამოუკიდებლობის თეორიას რომ აწვება ის. ახლა კვლავ დავსვათ კითხვა, რას იზამს შეერთებული შტატები? მე გეტყვით რომ ჩემი მოსაზრებით, ანუ ვიზიარებ სხვათა პოზიციას, დაახლოებით ერთ თვეში, თებერვლის მიწურულისთვის დაიწყება ეს სამხედრო ოპერაცია, საჰაერო სამხედრო, მრავალ კომპლექსური სახველეთო ოპერაციის გარდა ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა ირანში და ზედმიწევნით ყველაფერი ზუსტად იქნება გათვლილი. ტრამპი ეს ამბიციური კაცი ვერ ჩაყლაპავს იმას, რომ ასეთ რამეს ბედავს სადმე ვინმე. ამბავი ოპერაციაშიც არ არის. ოპერაციას ჩაატარებ 50 ობიექტსაც დაბომბავ და 150-ს დაბომბავ შეერთებული შტატები რო ხარ. მე რას შვები? აი ჩემი მოსაზრებით ცხადი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ცხადი არანაირი კვალიფიკაციაც არ მაქვს. მაგრამ ჩემ ფიქრი და აზრი მაქვს ამგვარი, რომ ჩემი მოსაზრებით ამერიკის შეერთებული შტატები ფიქრობს არა იმდენად ოპერაციაზე, როგორც ასეთზე, არამედ პოსტ ოპერაციულ პერიოდზე. მე რა ხდება? წესრიგს როგორ ინარჩუნებენ თუ სახველით ოპერაცია არ მიაყოლეს და სახველით ოპერაციის მიყოლება იქნება კატასტროფა, იმიტომ რომ ავღანეთში გაიჭედა, ერაყში გაიჭედა შეერთებული შტატები. 16 იანვრიდან ამერიკის შეერთებული შტატები საჰაერო ძალების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებმა Boeing 17A Globemaster 3-მა 47 რეისი შეასრულეს ახლო აღმოსავლეთის შეიარაღების, ძირითადად საჰაერო თავდაცვის სისტემების გადასატანად. აღნიშნული აქტივობა უკავშირდება ირანზე შესაძლო დარტყმისათვის მზადებას. კიდევ იყო რაღაც ინფორმაცია, ამასაც ჩავიკითხავ თქვენის ნებართვით თუ მივაგნებ. ალიმ ხამენეიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა შეწყვიტოს მომიტინგეების მკვლელობა მინეაპოლისში. გათავხედებასაც ხო აქვს თავისი ზღვარი, მაგრამ ეს აბრაზებს და სხვათა შორის და ესეც სათქმელია. კიდევ თუ შეიძლება ნახოთ კიდევ რამეს თუ მივაგენით. ირანის მაღალჩინოსნებმა როუტერს განუცხადეს, რომ ირანის შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას იქნება ეს შეზღუდული თუ მასშტაბური, განიხილავს როგორც ყოვლის მომცველ ომს ირანის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია და ყველაზე ცუდი სცენარისათვის აქტიურად ემზადება. ბარემ გეტყვით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შიგნით კაბინეტში თავის გუნდში ატარებს ერთგვარ პოლს, ერთგვარ გამოკითხვას, ვინ არის მომხრე და რო ირანზე დაიწყოს შეტევა, მარკო რუბი, ჯეი დი ვენსი ვიცე-პრეზიდენტი და მარკო რუბიო არიან მომხრეები. კუშნერი მთლად კაბინეტის წევრი არ არის, მაგრამ მაინც და ვიტკოფი მოწინააღმდეგეები არიან. ასევე მომხრე არის თავდაცვის ომის მინისტრი ჰექსეტი, რომ ვიცოდეთ მაინც. დიახ, აი აქ არის მეგონი ეს სია. არ არის აქ სია. მოდის ვიხდი. ხო, მოკლედ ნახოთ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები იქნება ალბათ ირანში. ეს ჩვენთვის კარგია, სხვათა შორის უბრალოდ კარგი იქნება ის, რომ ირანის აიათოლების რეჟიმი დაემხოს, იმიტომ რომ ავტომატურად ყველაფერი ბევრი რამ ყოველ შემთხვევაში ჩვენს რეგიონში კიდევ უფრო საინტერესოდ ვითარდება და იცვლება. თუმცა ეს გია ვოლსკიროა ბანდიტი. ქართული ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარლამენტად წოდებული ბანდიტთა თავყრილობის ვიცე-სპიკერი ამ 3 კვირის წინ მან თქვა, რომ ესო ისეთ სერიოზულ ძვლებს გამოიწვევს, რომ ჩვენ ვარა ვართო მომხრეო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჰაერო იერიში მიიტანოს ირანზეო და აი 30000 კაცის მკვლელობის მომხრე არის
არა არ მიპასუხებს რა საკვირველია, მაგრამ მაინც ეს გადავეკიდე ეს ბოლოხანები ავგიავოლსკის, მაგრამ ის რაღაცა ესე რაღაც სკალაში ერთიანზე მაინც არის და დანარჩენები ხა იმის პლინტუს ქვემოთ ფსკერი გახვიდეს, არა ვოლსკიმაც ბევრჯერ გახვიდა განა არა. დიდი ამბები იქნება ირანში. აღვამის